როდესაც ის რისიც მე მჯერა, ჩემგან ნელ-ნელა გამოსჭვივის და ანათებს მშობლები მადლობას უყურებენ როგორც რაღაც გადარჩენის საშუალებას. თვითონ რომელთან კავშირში მშობელი ის რაღაცა საკმარისად არ მიაჩნია იმისთვის, რომ გულმშვიდად იყოს თავისი შვილების ცხოვრებაზე. არის ხოლმე რომ ფიზიკურად რო გადარჩა, ხოლმე მაშინ მიდიხარ ეკლესიაში. ეს არ არის ის რწმენა და ის ჭეშმარიტება, რომელიც მას არა ეპიზოდურად მოუტანს შვებას და გადარჩენას, არამედ საბოლოოდ და არსებითად. დღემდე მახსოვს ემფეთლემის უდიდესი ჭაღი და ჭაღზე ამდენი სამთელი ეს უმამაზესი ლიტურგია. სული მქონდა რომ ზუსტად გამეგო რაღაცები, არ მომეწონა პასუხები რომელიც გავიგონე, მათ შორის ტაძარში. მე არ მეგონა რომ ესეთი რწმენით მოცული იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ჩვენს ტელეეკრანებზე გამოსულ საერო პირებს, რომლებიც ქრისტიანობას ლაპარაკობენ, ყურს უნდა უგდებენ. თითქოს სასულიერო პირებმა შეაფერხეს, რომ ადამიანებმა გააგრძელონ ეკლესიაში სიარული. მაცხოვარმა თქვა, რომ როცა მარხულობთო, ადამიანმა ვერ უნდა შეგამჩნიო. მე არ მისმის როგორ გახდა ეკლესიისთვის მარხვა გამოცხადებული. ვინ დაკარგა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ეს ეპოქის დასასრული იყო, პატრიარქი იყო უბრალოდ თუ ვინ დაკარგა? შეიძლება ვერ შემოვიდეს, ვერ გავიგონო მის ხოლმე ვიცი რომ ცოცხალია, იმ გაგებით რა გაგებითაც ყველა ცოცხალი ვართ ღმერთთან. სიკვდილი არ სჭირდება იმას, რომ ახლა ღმერთთან იყო პირისპირ. გამარჯობა თქვენ უყურებთ პოდკასტ ურთიერთობებზე, მე ლიკა ვარ. ქრისტე აღდგა. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ. აღდგომის შემდგომი კვირა ზეიმის დღეებია, კაცობრიობის უდიდესი დღესასწაული. ამიტომ მინდა დღევანდელი ეპიზოდი რწმენაზე საუბარს მივუძმა. რა არის რწმენა, რელიგია? ეს არის ჩვენი სულიერი ხსნის გზა, ფიზიკური გადარჩენის საშუალება, კულტურა და წესი, სადაც გავიზარდეთ, თუ მეცნიერების მსჯელობის საგანი. ამ თემებზე სასაუბროდ მყავს ძალიან ძვირფასი სტუმარი, დეკანოზი გიორგი წეროძე და ძალიან დიდი მადლობა მამაო, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მაყურებელს არ მოვატყუებთ, რომ წინასწარ წერთ ამ პოდკასტს, ამიტომ წინასწარ გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და ასევე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც ბზობა ამ კვირაში და აღდგომა მომავალ კვირას იქნება. მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხართ. პირიქით მადლობა. სანამ დავსვავ პირველ კითხვას, მინდა რომ ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ მოიწონოს ჩვენი ვიდეო, ასევე subscribe გავუკეთონ ჩვენს YouTube არხს და გაწევრიანდნენ Facebook ჯგუფში ლიკას პოდკასტი, სადაც ბევრ საინტერესო თემას და მათ შორის მომავალ სტუმრებს თან კითხვებსაც განვიხილავთ ხოლმე. მამა, რა არის რწმენა? ზოგადად დავიწყოთ ჯერ ზოგადიდან და მე უფრო გავშალოთ ეს თემა. მოგესალმებით და ულოცავ თქვენს მაყურებელს და ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ ბრწყინვალეს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულთან მიმართებაში ვამბობთ ხოლმე და იმიტომ რომ მართლაც ყველაზე მთავარი ამბავია ეს ის არის, რისთვისაც ბიბლიის რწმენა ნარჩუნდებოდა, რისთვისაც იესო ქრისტე მოვიდა, აღდგომისთვის მოვიდა და სიცოცხლისთვის მოვიდა და ეს მოკლედ ის ბოლო წერტილია, ბოლო სადგურია, სადაც ყველანი ერთად შევიკრიბებით მთელი კაცობრიობა, მთელი ქმნილება აღდგომაში, ისეთ სიცოცხლეში, რომელშიც უკვე სიკვდილის არც კვალი იქნება და არც აჩრდილი, შეიძლება ასეც ითქვას, ხო? და ამიტომ მოკლედ ეს მართლაც ბრწყინავს ეს თავისი მნიშვნელობით, თავისი სიდიადით ეს დღესასწაული. და ძალიან კარგი შესავალი იყო და მინდოდა თუ შევძლოთ რომ კიდე ერთხელ ჩავშალოთ, აი რა არის რწმენა, რა არის რელიგია, ვინ უნდა განიხილოს ეს მეცნიერება, თუ სულიერი ხსნის ამბავი, თუ ფიზიკური გადარჩენის კი, ზუსტად ეს თითქოს ხო და ძალიან მაგარია. ხშირად კი სულიერად შეიძლება ამას გააზრებულად ხარ რწმენაში, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რომ ფიზიკურად რო გადარჩა, ხოლმე მაშინ მიდიხარ ეკლესიაში. ხო და მე შემომოვიდეს რწმენა, ან იმ ეტაპზე დარჩა. მე თქვენ რა გაგებითაც გამოიყენეთ ფიზიკური გადარჩენა, მაგრამ სინამდვილეში მართლაც მკვეთი აღდგომა და ქრისტიანობა და რწმენა და თუ ჩვენ ქრისტიანულ რწმენაზე მინდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ ქრისტიანული ვარ და იმიტომ რომ ამ რწმენაში ვარ მე და იმიტომ რომ ძალიან მომწონს და უბრალოდ მინდა რომ გაუზიარო ეს რწმენა, იმიტომ რომ დიდი სიკეთის, დიდი ძალის მომცემია და ხო და თუ ისე რწმენაზე ვილაპარაკობთ, თქო მაშინ უნდა ითქვას, რომ ეს არის არა მარტო სულიერი
აი უფრო სულიერი გადარჩენის კი არა და თქვენ ფიზიკური გადარჩენა სხვა რაკურსი გიგულისხმიათ, მაგრამ თუმცა ეს არის მოკლედ მართლა ჩვენი ფიზიკურად არაჩვეულებრივი ახალ ცხოვრების შესახებ, ახალი ცხოვრების შესახებ ამბავი, არა მარტო ამბავი, არამედ რეალობა. ფიზიკურად ჩვენი ახალი ცხოვრების შესახებ რეალობა. რაც ერთის მხრივ უკვე ალბათ მსმენელს იმასაც აფიქრებინებს, რომ თუ ასე ამბობს ეს ადამიანი, ესე იგი ეს მან შეიძლება ისეთ ქრისტიანობაზე ილაპარაკოს, რომელიც ამ ცხოვრებას, რომელსაც ახლა ვცხოვრობთ, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხო, იმიტომ რომ უფრო ხშირად ჩვენ გვსმენია ესეთი მსჯელობა ქრისტიანობაზე, რომელშიც ასე ვთქვათ, ამქვეყნიური, ან მიწიერი, ან ხორციელი ცხოვრება არის მინიმუმ უგულებელყოფილი და მაქსიმუმ უარყოფილი, დაგმობილი რაღაცა, ხო? და ეს არ არის სრული წარმოდგენა ქრისტიანობაზე და არასწორი აქცენტები არის ესა და მოკლედ ქრისტიანობა ეს არის მოდით აქცენტი და სხვა ყველასაც შევეხები, რომ ეს არის რწმენა ჩვენს ხორციელ გადარჩენაზე, მოგვიყვება ესე ვთქვათ, ფიზიკურ გადარჩენაზე, ხო, აი, რომ ჩვენი ფიზიკა იარსებებს ისე, რომ მას აღარ შეეხება სიბერე, მას აღარ შეეხება რაღაც ესე ვთქვათ, რაიმეს მოკლება, მას არაფერი არ მოაკლდება და რაც სილამაზე და სიბერე და ეს ყველაფერი ცალკე გადავდოთ, რაც ყველაზე დიდი კერი არის ჩვენი არსებობის, მას არ შეეხება სიკვდილი და სიკვდილი ეს იქნება სიცოცხლე, რომელშიც ფიზიკური სიკვდილი აღარ იქნება, ჩვენ ვიქნებით ფიზიკური არსებები და არ იქნება ფიზიკური სიკვდილი. ამიტომ ეს მართლაც ხორციელი გადარჩენის ამბავია ერთის მხრივ, აი ამაში არა მარტო რწმენა, აქვე ვიტყვი, არამედ ამასთან შეხების ამბავია, ამ ასეთი ცხოვრების შესახებ გამოცდილების დაგროვების ამბავია, არა მარტო დაგროვების გამოცდილების ამბავია, არამედ ასეთი ცხოვრების აქ დამოწმების, ახლა დამოწმების ამბავი არის რწმენა. რწმენა არის, როდესაც ის რისიც მე მჯერა, ჩემგან ნელ-ნელა გამოსჭვების და ანათებს და მეც მეტყობა და ჩემთან ურთიერთობაშიც არ არის აუცილებელი რომ ამაზე ვლაპარაკობდე მხოლოდ და ეს არამედ რაღაცა ეს უნდა ყოველდღიურობაში გამოხატოს. უნდა ხო კი ეს უნდა ჩანდეს და ყოველდღიურობაში ეს უნდა ჩანდეს. როდის მოდის ადამიანთა რწმენა და აქვე ამ კითხვას დავსვამ, როგორ უფრო მიგაჩნიათ სწორი, რომ რწმენა რელიგია იყოს ადამიანის არჩევანი თუ ბავშვობიდან შობილმა გადაწყვეტეს და ბავშვობაში ნათლობა საჭიროა. აი, რწმენა ხომ მაინც ის არის, რაც ესე რომ შევხედოთ, გააზრებული არჩევანი უნდა იყოს, ნასწავლი ნაბიჯი უნდა იყოს. და ხშირად საქართველოში არის ხოლმე დღეების ბავშვნათლავენ, მშობლები წყვეტენ, აი მაგითო დავში კითხვა, ეს არის კულტურა და წესი, რაშიც გავიზარდეთ, თუ ეს არის გარკვეულწილად ჩვენი არჩევანი. ანუ გვიწევს რომ ვიყოთ პირობითად მართლმადიდებლები, თუ გვინდა და გვსურს რომ ვიყოთ მართლმადიდებლები. აი როგორ მიგაჩნიათ, როგორ არის უფრო სწორი და როგორ უნდა იყოს ზოგადად ეს არჩევანი? ხო, რა თქმა უნდა, მეც და სხვა მკვლელებსაც ექნებათ ეს გამოცდილება, როდესაც მშობლები ნათლობას უყურებენ როგორც რაღაც გადარჩენის საშუალებას და აუცილებელ პირობას და ეს რაღაცა თავის დროზე ნათლობები, ჩვილთა ნათლობები იმიტომ იქნა აღიარებული და მიღებული, რომ ეს რაღაცა სახლი, ოჯახი ძალიან ჭიდრო კულტურული ერთეული იყო. ოჯახის წევრი ვერ გავიდოდა სხვა კულტურულ სივრცეში ასე ადვილად როგორც დღეს. დღეს ეს კითხვა იმიტომ ისმის ასე თუ არა, მეტნაკლებად მწვავედ, იმიტომ რომ ბავშვი რომ სრულწლოვანი გახდება, ის ადვილად შეხვდება სხვა კულტურას, სხვა წარმოდგენებს ადვილად. და მართლაც ბავშვობაში მისი ნათლობა მას შეიძლება მოიჩვენოს მასზე რაღაც იძულებად. და სხვათა ის მართალი იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის და ერთმნიშვნელოვნად ქრისტიანობაში ეს ასე არ იყო, მართლაც
სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა კულტურებში, სხვადასხვა ეკლესიებში ახლა ზუსტად აღწერთ ესე ერთმნიშვნელოვნად. ადამიანები ნათლებოდნენ ზრდასრული და ესე თქვათ ესეთი გარკვეული მომზადების და იცით დამსახურების შემდეგაც რაღაც თავიანთი სარწმუნოები, თავიანთი თუნდაც ამ საკითხში თეორიული ცოდნით უახლოვდა დასაწყებული იქნებოდა სავარაუდოდ. კი, ანუ იყო ეს მთელი მოკლედ რაღაცა მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც უნდა შეგესრულებინა და მხოლოდ ამის შემდეგ ეს და შემორჩენილია სხვა შორის ღვთისმსახურებაში. აი ზოთი შემოვიდა ეს მასიურად მაშინ რა, აი იცით რა, დაახლოებით ეს ასე მოკლედ ეს ასე იყო ეთყობა ერთმანეთის პარალელურად, ანუ იყო ალბათ ეს მე ახლა ამაზე სემინარიის ცოდნით გპასუხობდა, შეიძლება საკმარისი არ იყოს ჩვენი მსმენელისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოსამზადებელი, ანუ ზრდასრულები, რომ ემზადებოდნენ ათლობისთვის, ეს ერთმნიშვნელოვანია და დღემდე არის ეს შემორჩენილი თანამედროვე ლიტურგიკულ პრაქტიკაში, როდესაც წირვაზე ადამიანები დგანან, ისინი გაიგონებენ ხოლმე, რომ რაღაცა კათაკმეველების კოელექსია, რაღაც კათაკმეველებო განვედით, რაოდენი კათაკმეველებო, ვინმე კათაკმეველებო, რა დაახლოებით ესეც. ჩვენი სასულიერო პირებს ეს თქვათ ეს ლოცვების ეს ჩამონათვალი კოელექსია, ასე ვთქვათ, ზოგჯერ არ გვინდა რომ წავიკითხოთ, იმიტომ რომ ვიცით რომ არ არის არავინ ამ კათაკმეველთაგანი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ახლა ემზადებიან მოსანათლავად, ასეთი პრაქტიკა ახლა არ ხორციელდება, ზუსტად ვიცით და ამიტომ ვიცით რომ ეს ფორმალობაა და ზოგჯერ ვიტოვებთ უფლებას, გვაქვს უფლება, ვიტოვებთ უფლებას რომ ეს კოელექსი არ წავკეთოთ. წარმოგიდგენთ როგორი შემოჭრილია, ანუ ეს ზრდასრულების ნათლობის მომზადების ამბავი, როგორ გამჭიდარი არის ეკლესიურ პრაქტიკაში. მაგრამ ამავე დროს ჩვილების ნათლობაც იმ თავითვე იყო, იმიტომ რომ ჩვენ ხვდებით იქ სახარებაში ამბებს, რომ ვიღაცა მოინათლა სახლეული, მთელი სახლი მოინათლა. სახლში გულისხმობა თქო, რომ ალბათ ჩვილიც არის, არასრულწლოვანიც არის და სწორედ ეს მე ვფიქრობ, რომ ძველ დროში ეს იყო ეს კულტურული სიმჭიდროვის გამო, ხო? იმიტომ რომ იგულისხმება, რომ ბავშვი აუცილებლად თავისი მშობლების წარმოდგენებს გაიზიარებს, იმიტომ რომ სხვა წარმოდგენების მიღების შანსი მაშინ ხო ნაკლები იყო, ხო? ხო, პატარაობიდან ალბათ უკვე რაღაც ბრძოლაო მიუწევდათ და სავარაუდოდ ესეც სხვა გარემოებები შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ დღეს მე მაგალითად არ მომწონს, როდესაც ეს ხდება ისეთი სადავო თემა არის, სადავო კი არის, ისეთ სახებად თემა ეს ალაპარაკოთ, რომ რაღაცებს მოეწონება, რაღაცა ფიქრობს, რომ აუცილებლად მალევე უნდა მოინათლოს, იმიტომ რომ თუ მოუნათლავი ჯვარს წერია და რაღაცა დაემართა, აი მე უკვე მორჩენილი მისია მოვიდა, შემდეგ ამაზე იმოდენად დავა იყო, რომ ჩვენს ეკლესიაში განსაკუთრებულად, რომ რაღაცეთ ხელოვნურად ჩვენ ვერ გამოვიწვევთ, მაგრამ მოკლედ ეს ძალიან ესეთი მტკივნეული თემა იყო ჩვენს რეალობაში. მაგრამ მე მგონი რომ ეს ადამიანის თავისუფლებას პატივი უნდა ვცეთ და მეორეს მხრივ მე უფრო მშობლებს მინდა მივეცეყურება რომ მშობლების რაღაცა უნდობლობას ღმერთისადმი გეუბნება აი ყველა ცდილობს აი ჩემ შულს მოვიყვან რომ მორწმუნე გახდეს და თვითონ რომ ღმერთი უყვართ თვითონ რომ ღმერთთან კავშირში ამ მშობელი ეს რაღაცა საკმარისად აღმოჩენია იმისთვის რომ რაღაცა გულმშვიდად იყოს თავისი შვილების ცხოვრებაზე, გეგმება ღმერთი მას ხედავდეს მისი შვილების მიღმა, ხო? ამიტომ ეს რაღაცა სარწმუნოების ნაკლებობა მგონია ესეთი შიში და ესეთი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რწმენა ეხმარება ადამიანებს გარკვეული ფიზიკა ეხა თქვენ ახსენეთ შიშის დაცლავაში, ტრაუმის დროს, ანუ ეს ხანახა ხდება ეგრეთ წოდებული არის ფარი იმისათვის რომ აი რაც ამ ქვეყნიური პრობლემებია, ქვეყნიური ტკივილებია, ამის დასაცავად ხანახა რწმენას მიმართავენ. ეს არის კავშირში თუ ნაკლებად? როცა ჩვენ რწმენაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად გავიმიჯნოთ ერთმანეთსგან რაღაცა რელიგიური რწმენა და ქრისტიანობა. რაც უნდა გაგიკვირდეთ, მე ეს ჩემი პედაგოგებიდან, უბრალოდ არა ესეთი ფართო გაგებით პედაგოგებიდან, არამედ იმ მასწავლებლებიდან ვისწავლე, ვის მოწაფედაც თავს მივიჩნევ და ის პროფესორი აქვეყნებს წიგნს ქრისტიანი ღვთისმეტყველი
თეოლოგიური უნივერსიტეტების დეკანი და კათედრის გამგე და შემდეგ მსოფლიოში ცნობილი ღვთისმეტყველი ხრისტოს იანარასი აქვეყნებს წიგნს გაგიკვირდებათ რელიგიის წინააღმდეგ. ქრისტიანობას აქ და მე დარწმუნებული რომ ეს ასე უნდა იყოს და რა თქმა უნდა ბევრი ქრისტიანიც როდესაც ცოტა უფრო მომცემ საშუალებას რომ მიტოვებარაკო დამეთანხმება, იმიტომ რომ რელიგიურობა სხვა რამეა, ისეთი რამეა რაც ადამიანს თავისი ევოლუციური განვითარების გზაზე ბუნებრივად ემართება და ის მაშინ ამ რელიგიურობით შეგვამართლა ზოგი რამე შიშებით გამოწვეულიც არის და მისი რელიგიურობა არის გამოწვეული შიშებით და დიახ ამ შიშებში ის პოულობს ხოლმე ნუგეშს. მაგრამ ეს არ არის ის რწმენა და ის ჭეშმარიტება, რომელიც მას არა ეპიზოდურად მოუტანს შვებას და გადარჩენას, არამედ საბოლოოდ და არსებითად. ამიტომ ქრისტიანობას ბიბლიური ღმერთის რწმენას აქვს პრეტენზია არსებითად მოვლენების ცვლილებაზე და არა ლოკალურად, როგორც მახსოვს დიდი ხნის წინ წავიკითხე ერთი ნაწარმოები, რომელშიც რელიგიურობას ავტორი არქმევს საფენს, ჭრილობებზე საფენი. ჭრილობებზე საფენი მართლაც დიდი შვება არ არის, იმიტომ რომ ჭრილობა რჩება, ჭრილობის მიყენება შესაძლებელი ხდება, ხო და ამიტომ რელიგიურობა შეიძლება რაღაც გარემოებებში იყოს სულისმოთქმის საშუალება, მაგრამ არავის არ ურჩევ რელიგიურობაში დარჩენას და ყველას უსურვებ რომ ჭეშმარიტებას აზიაროს. აი თქვენი საუბარი დავასკვენი რომ ეს უფრო არის გამოცდილების და ასევე სოდნის შედეგი იყო რწმენაში, იყო მართლმადიდებელი თუ ნებისმიერი რწმენის მიმდევარი და იყო რელიგიური, უფრო მეტად არის შენი არჩევანი და ოღონდ ეს უნდა იყოს სოდნაზე გაფუძნებული, როგორც მე სწორედ ამბობ თქვენი საუბრიდან. თქვენთან როდის შემოვიდა მართლმადიდებლობა, რწმენა, პირადად თქვენ ძალიან პატარა ასაკში თუ როდის, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემს ისტორიას მოგიყვებით, ყავდა მეზობელი, რომელიც თავშული არ ყავდა მას და ის დადიოდა ზემო ფეთლემში და დღემდე მახსოვს ზემო ფეთლემის უდიდესი ჭაღი, რომელიც ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ სკოლაშიც არ დავდიოდი მაშინ დიდი სანთელი მე პატარა და ამ ჭაღზე ამდენი სანთელი ეს ულამაზესი ლიტურგიაშობას ვესწრებოდი ხოლმე და მე ვთხოვე რომ ლოცვების წიგნი მომეცი, მე უნდა მეკითხო და ესე შემოვიდა ჩემში, ან ჩემი მეზობლიდან, რომელიც მეორე დედასავით იყო, შემოვიდა ჩემთან ლოცვა მართლმადიდებლობა და მე უკვე მე-9 კლასში იყო, როდესაც მე თვითონ დავიწყე, სახლში არავინ არ მარხულობდა, მარხვა და გადავწყვიტე რომ ტაძარშიც მისულიყავი და მრავალი წელი დავდიოდი. მე ვისაუბრებ კიდევ როგორ გაგრძელდა ჩემი ცხოვრება და აი თქვენთან როდის შემოვიდა მართლმადიდებლობა? მე ახლა ვარ 53 წლის და დავიბადე და გავიზარდე სოხუმში და ეს ის პერიოდი, როდესაც ჯერ კიდე არ იყო რწმენის ესეთი საყოველთაო აღორძინება ჩვენს გარშემო, ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ თან ჩემი ცხოვრების გზა ძალიან შორს იყო, ასე ვთქვათ, სარწმუნოებრივი რაღაცა ცხოვრებიდან, რაღაცა იყო პიონერია, იყო კომკავშირი და ახლა ეს რაღაც პიონერთა ბანაკები, ახლა ასეთი სტილის ცხოვრება მქონდა. მე იყო სწავლა უნივერსიტეტში და მე მყავს რაღაც 25 წლის, როდესაც დაიწყო ჩემთვის ეს რელიგიურობით არ დაწყებულა, მართალია ესეთი შტაბიშტობით არ დაწყებულა, ეს დაიწყო ინტერესით, ძიებით, რაღაცა დაზუსტებით. სული მქონდა რომ ზუსტად გამეგო რაღაცები, არ მომეწონა პასუხები, რომელიც გავიგონე, მათ შორის ტაძარში. და ადამიანები, რომელსაც მაშინ ელაპარაკე, ისინი მოსტიკალოსები და დღეს მღვდლები არიან და წლების შემდეგ შევახსენე. მაგრამ რა თქმა უნდა, არ ახსოვთ, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მიდიოდა ქაშვერში მაშინ და უბრალოდ რაღაცები ვკითხე, რითაც არ დავკმაყოფილდი და გავაგრძელე ძიება და აი ეს ამ ძიებამ მე რაღაც მომენტში მთლიანად მოიწვა ჩემი ცხოვრება.
და შევიცვალე, მეთქი შევატყობე, რომ მე არ ვაპირებდი ესე ვთქვათ, მე არ მეგონა რომ ასეთი რწმენით მოცული იქნებოდა ჩემი ცხოვრება, იმ რწმენით რომელზეც მე ვლაპარაკობდი აღდგომის ღმერთის რაღაცა სხვა ყველაფერმა სამღვდელო ცხოვრება როგორ და როდის მოიტანა? იცით რა, ეგ ვთქვათ, ჩემ შემთხვევაში ეს ისე იყო, რომ ეტაპობრივად თანდათან ეს ძიება გადაიზარდა იმაში, რომ მე გავხდი უფრო დისციპლინირებული, დავამთავრე ეს ჩემი უნივერსიტეტი, მაშინ როდესაც ეს 96 წელი, 97, რომ არც პერსპექტივა არის, არც არაფერი, ასე ვთქვათ, კი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი იყო, მაგრამ ეს არ გულისხმობდა არაფერს, არც ცოდნის მიღებას, არც რაღაცა კარიერას და მაგრამ მე ვთქვი, რომ ეს მე დავიწყე აქ სწავლა, უცბად დავამთავრე, გამოცდების ჩაბარება დავიწყე პატიოსნად, არა ისე რომ ვთქვათ, რაღაცა უსამართლოდ მიმეღო ჩათვლები ან რაღაც ეს არის საშინელი პერიოდი. ანუ მოვემზადე საგამოცდო კომისიაზე, არ ვუთხარი რომ კომისიის თავმჯდომარის ახლობელი ვიყავი და როცა მივიღე ნიშანი, მხოლოდ მაშინ ვუთხარი და მე აი ძალიან შევიცვალე რა, მოკლედ არც მშობლები და ოჯახი არ იყო უსინდისო და უპატიოსო და მამაჩემი განსაკუთრებით ძალიან ისეთი მწევნით სინდისიერი კაცი იყო, მაგრამ აი ძალიან სინდისიერი გავხდი იმ პერიოდში და გადასახადების გადახდა 99 წელში, 18 წელში. როდესაც არ ვიცი, ვალი დამედო მე, როდესაც შეიცვალა თავრობა და რა ქვია მე ვიხდიდი პატიოსთან და კიდევ ვალში ვიყავ. და მე რაღაცა ეტაპობრივად ეს მოხდა, მე სემინარიაში ჩავაბარე, სემინარიაც დავასრულე სწავლა. მე კარგი ვქენი რომ დედაჩემს გავუგონე, იმიტომ რომ არ მითხრა რომ არ უნდა სასულიერო პირი ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს ისეთ მართლაც ახლა უფრო ხედავ, აი ახლა 1-5 წელიწადია, რომ საერო ხალხი გამოდის ტელევიზორში რაც ქრისტიანობაზე ლაპარაკობს, მართლაც ძალიან არაზუსტად ლაპარაკობენ, ამიტომ ყველას ურჩევთ თქვენ მსმენელებსაც ჩვენს ტელეეკრანებზე გამოსულ საერო პირებს, რომლებიც ქრისტიანობაზე ლაპარაკობენ, ყურს უნდა უგდებენ, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ძალიან უზუსტად მსჯელობენ, ჯერ ერთი უფლებაც არ აქვთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საერო პირის გვერდით ზის ან სტუდიაში არის სასულიერო პირი, სარწმუნოებრივ საკითხებზე ებრძალება კიდევ პირდაპირ ებრძალება და ეს ეტიკეტის და ეთიკის ამბავიც არის, ხო? ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ექიმი იჯდეს სტუდიაში და მე ვლაპარაკობდე რაღაცა ხო, მე მიშნავდე წამალს, ზუსტად ეს რაღაცა. ასე რომ მე რაღაცაები თავისთავად წავიდა, გავაგზავნე სწავლა ასპირანტურაში და მე კიდე უბრალოდ ესე რაღაცა ეტაპობრივად მივედი სასულიერო პირობამდეც. აი, სასულიერო პირებთან მივედი და ბევრი გამოცდილებაა ჩემს გარშემო, როდესაც თითქოს სასულიერო პირებმა შეაფერხეს, ასე ვიტყვი, რომ ადამიანებმა გააგრძელონ ეკლესიაში სიარული. სულ მითხრათ, როგორ შეიძლება ადამიანმა მოახდინოს გავლენა, მაგრამ ხშირად ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ ან უხეშად პასუხი ამხდელს რაღაც, ან თქვენს რომ რაღაცა ესე გაცვია პირობიდან. ჩემ შემთხვევაში მეც წლები დავდიოდი ბაზარში და რაღაც ერთი დღის მერე იყო, რომ ამის მერე მივდიოდი ზეთისხებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ იმ ერთი დღის მერე აღსარება აღარ ჩამეყარებია. მაშინ როდესაც შენშო მივიღე რომ მე აქციაზე ვიდექი აღსარების პერიოდში და ეს გადამწყვეტი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი სხვა შემთხვევა, დედაჩემის შემთხვევა შემიძლია ვთქვა, რომ მამამ რაღაც უთხრა, მეგობის ერთი ძალიან ბევრი შემთხვევა და ერთ-ერთი ჩემმა სტუდენტმა თქვა, რომ დაუსვიო ეს კითხვა, რომ აი თუნდაც ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება ისიც მაფერხებდეს ეკლესიაში სიარული, რომ აი ყოველდღიურ პროცესში მე მუშაობ, სწავლობ, მოცვია შარვალი და ერთმა მამამ მითხრა, რომ მუშაობ ხოლმე შარვალით და მე შაბათ-კვირით სწავლობ სტუდენტები და აი მაინტერესებს რატომ ხდება თქვენი აზრი ამ ყველაფერზე და როგორ შეიძლება რომ ადამიანს ურჩიოთ რომ რაღაც ეს ძალიან დიდი ასე ვთქვათ თაფკორება გადავახოს ან შეიძლება პირიქით ხმლებისთვის კონდეთ რჩევა რომ ცოტა უფრო ღიაობა კონდეთ ასეთი ადამიანების მიმართ არ ვიცი რა სიტყვით ამაზე
მე მგონი ესე იგი ასეთი დაბრკოლებების სასიკეთოდ გამოყენება შეიძლება ურჩიოთ ადამიანებს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს ადამიანები თუ დაუკვირდებიან საქართველოს ცხოვრებას იქნებ ყოველთვის არა, იმიტომ რომ ზოგჯერ რჩება და დიდხანს რჩება როგორც ტრავმა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ადამიანი თუ ამას რეტროსპექტიულად გადახედავს, აღმოჩენს რომ იქა კაია რომ აღარ გავაგრძელე ქსიარული და მე სხვა რაღაცა ვიკითხე და სხვა რაღაც საქმეს დავატეხი, შეიძლება ასეც მოხდეს. ეს არ ამართლებს რა თქმა უნდა იმ უხუშებას ან იმ ქმედებებს, რომელიც ნამდვილად ტაძარში არ უნდა ხვდებოდეს ადამიანს ასულიერო პირისგან. ერთნიშნულად არ უნდა ხვდებოდა, ასე რომ არ უნდა ხვდებოდეს. იმიტომ რომ ეს ღვთის სახლია, ეს ჩვენი სახლია, ყველა არ მარტო ყველა ქრისტიანის, ყველა ადამიანის სახლია, ჩვენი მსახურებადა ვართ დაყენებული და ამიტომ მსახური რო ესე ხმას უწევს და შენიშვნების მოცემას იწყებს, ეს ჩვეულებრივ ყოფით სოციალურ ურთიერთობებში ხო გასაკვირია, ასე არ არის? ხო და აბა მაშინ იქ რა იცვლება, ხო და სხვათა შორის აქცია და პოლიტიკას თუ შეხედავთ, მანდაც მე ძალიან მომხრე ვარ, რომ ლათინური ჩვენ არ ვიცით ახლა ესე კარგად ლათინური და მოდი რა დავარქვათ ამ ადამიანებს ქართული სახელები ლათინურად ეს მინისტრი არის მსახური პირველი მსახური პირველი პრემიერ-მინისტრი და შემდეგ ხო არ ვიცი აი ცოტა შემსუბუქების გარეშე არც ვიცი ამაზე რა შეიძლება რომ უპასუხოთ თუმცა ერთი კიდე მაქვს კარგი პასუხი რომ ეს წენა ეს სიბრაზე ან ეს უსამართლობა იმის გარდა რაც ვთქვით შეიძლება უბრალოდ გამოიყენოს მართლაც სასიკეთოდ იმისთვის, რომ გააგრძელოს ძიება და მართლაც შევქმენი ესე რა ვქო ბოტები, ChatGPT-ში და Gemini-ში არის ბოტები, ძალიან სანდო და ძალიან მაღალი ასე ვთქვათ თეოლოგიის ნიმუშებს ნახავენ ამ ბოტში პერსონალიზმი შეიძლება ქართულად რომ ბოტების საძიებო სისტემა აქვს ChatGPT-ში არის Gemini-ში საძიებო ამბოლ დროს ვერ ვიპოვეთ მოკლედ რა და არის ძალიან საინტერესო აი ეს პერსონალიზმის ამბები, იმიტომ რომ ქრისტიანობა და პიროვნება და რაც პერსონა და პერსონალიზმი ძალიან მნიშვნელოვანი ან ავტორი არის ესეთი ძალიან სანდო და ძალიან საჭირო ზიზიულას და აი მაშინ ზუსტად როდესაც ზიზიულასი ესე ქვია ბოტს ზიზიულასი ან ზიზიბოტი ხო და მაშინ გამიჩნდა ეგეთი ისე რა ქვია რაღაცა რეფრენივით, ლოზუნგივით რომ ნუ კითხავ მოდელს, კითხებ აი ამ ზიზიულასის ბოტს, იმიტომ რომ მიიღებ ძალიან მაღალ კვალიფიციურ პასუხს თავაზიანად ხო და რა თქმა უნდა ეს ახლა ღვთისმსახურებას ჩვენ შეკრებას რაღაცას ვერ შეცვლის და არ შეცვლის, მაგრამ აი ეს იცით რა რაღაცად აქ ორმხრივი ამბავია ეს ზედმეტი უფლებების მინიჭება სხვისთვისაც ესეც არის ამიტომ ახლა მაგალითად მე საუბრისას ვფიქრობდი რომ ნებისმიერ ქვეყანაში რო წახვიდე, სადაც არ უნდა მივხვიდე, ხა ბოლოს ტაილანდში ვიყავი, იქაო ძალიან იყო სასახლე იყო, სადაც მათი ქანდაკებები იყო და იქაც კი მოგთხოვეს რომ არ ჩაგვეცვა შორტი, კაბა, თუ ვინც მიდიოდა, იქ უნდა იყიდა დასაცმელი და ტაილანდში არ შესულიყო. ხო, გამომიდის, მაგრამ ტაილანდს როგორ გაცდება ხა ქრისტიანობა 60 წელი? ხო და ან იმის გამო რომ მე მისმის რომ ჩვენ თუ კულტურაში თუ წესებში მართლა ვერ უნდა გავიგოთ, ესე იგი, იქ თუ ესე ჩვენ ცოტა მაგალითად ხოლმე წარმოგიდგენთ ქრისტიანობის სამყარო სამთელი რაღაც. სხვათა შორის ძალიან ბევრი რაღაცა ძალიან მაღლა ქონდათ, რაც ჩვენ კიდევ დავლაგოს ამწუხართ. კი, ფორმებით ანუ გავართ, მაგრამ შინაარსით მოგეწონა და ალბათ იქ. ან იმის გამო რომ იქ თუ ვიცავთ და ნებისმიერი ალბათ ქართველი ძალას აღმოგარეთ იცავს ეკლესიაში შეიძლება ხოლმე პროტესტი, რატომ უნდა ჩაიცვას პირობითად კაბა და რაღაცა შორტით რატო არ შეიძლება რომ შევიდეს. ეს შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ აი რაც წეგან ვისაუბრეთ, დამოკიდებულება შეიძლება ვერ გაიგოს, აი ამის თქმის ამსამინდოდა. ასევე ჩემს სტუდენტებს რომ ივუბრუნდეთ ახალგაზრდა თაობას. მე ვასწავლე ფსიქოლოგიას, განათლების და განვითარების ფსიქოლოგიას. და მათ ეს კითხვა ჰქონდათ, ერთი მოდით ფსიქოლოგიასთან დავსვა მაშინ ესეთ კითხვას. უნდა გქონდეს თუ არა მღვდელს გარკვეულწილად ფსიქოლოგიის ცოდნა საფუძვლების მაინც შეიძლება სემინარიაში სწავლება, მაგრამ მე მგონი რომ წინაპირობა იმისთვის რომ მღვდელსახური გახდე არ არის, მაგრამ მაინც სემინარიაში სემინარია ქონდეს დამთავრებული.
აი ამაზე რა გვაქვს რომ ბევრად რაღაც ახალ ესეთი პასუხები შემოგვიდიოდეს, რაც საჭირო რა თუნდაც კი ცოტა ფსიქოლოგის განათლებას ქონდეს. ხო და არ უნდა იჭრებოდეს ამ სფეროში მღვდელი, ხო და უნდა დაგიტოვოთ ეს სივრცე თქვენ პროფესიონალებს, რომლებიც 4 წელი სწავლობთ ამას, მე კიდე სერტიფიკატებს და ასე შემდეგ დოქტორანტურამდე უფრო შორს და ამ მეცნიერებას აქვს მინიმუმ 200 წლის ესე ცალკე გამოყოფილი ფილოსოფია ხო დაახლოებით და უამრავი სკოლა, უამრავი მიმართულება და ცალკე ფსიქოანალიზი არის და პირად ცხოვრებაშიც არ უნდა ხო და დიახ, რა თქმა უნდა, არ უნდა იჭრებოდეს და თვითონაც არ უნდა აძლევდეს ამის უფლებას ადამიანი. არ უნდა აძლევდეს, იმიტომ რომ მე მესმის ეს კითხვა რატო ჩნდება, იმიტომ რომ ახსარება ხდება ფსიქოთერაპიული სეანსი და ეს ჩვენ ამისი არაფერი არ გვისწავლია, ამიტომ როგორც არაპროფესიონალს მე არ ვიცი ელექტრობასაც წყალგაყვანილობას არ ანდობ სახლში, ასევე არ უნდა ანდობ იმის გამო რომ ის მღვდელია და რაღაცა ერთ-ერთზე მე მესმის ეს ძალიან თქვენიც და ამ შესახებ რა არის ეს ერთ-ერთზე საუბარი ხო პროექტთან სხვასთან ხო ეს ხო და ძალიან სახიფათო ამბებია ესა და აი ამას ეს არ არის ჩვენი რეალობა სინამდვილეში შესაძლოა მე-11 მეტრომდე საუბრიდან მოდის დასახურის უნდა იყოს გამტარი ადამიანის და დასახურის როლი უნდა იყოს ყველაზე მკაფიო და კარგი ნიმუში უნდა იყოს ცათასასუფლელი სულ სხვა სამყაროს წარმომადგენელი უნდა იყოს ყველაზე მკაფიო სულ სხვა სამყაროს ყველა ქრისტიანი უნდა იყოს იმ ცათასასუფლეულის და ახალი არსებობის ნიმუში რომ ასხივებდეს სხვა სიცოცხლეს, სხვა რეალობას, რომელიც ამ ცხოვრების მიღმა არ არის, აქ მოწმდება ის ყველაფერი დამოწმების თვალსაზრისით, ვიზირების თვალსაზრისით, აი ამის ხმა, ამის ნიმუში უნდა იყოს აქ, სულ სხვა სივრცე და სულ სხვა galaktikis შვილია მღვდელი და ქრისტიანი და დაუთმოს ეს ამბავი პროფესიონალებს. შესაძლებელი. თქვენს მილს რო გაგახადოთ, ასაკობრივად მე ჩემი დაკვირვებით ახალგაზრდების შედარებით ნაკლებად არის ხოლმე პროცენტულად ეკლესიაში და უფრო მეტად ალბათ ჩვენხმის და ხუთი ადამიანები არიან ხოლმე. აი რა შეიძლება რომ ეკლესიამ ან როგორ ფიქრობთ რა როლი შეიძლება ქონდეს? მიზიდ რა შეიძლება არასწორი კითხვა იყოს, მაგრამ დაინტერესოს ახალგაზრდობა მართლმადიდებლობით ეკლესიით და როგორ შეიძლება რომ ამ ახალგაზრდებს ჩემ თაობასაც რო ვადარებ და თუნდაც 10 წლის წინ სტუდენტს და ვიდრე ეხლა ამჟამინდა სტუდენტს აბსოლუტურად სხვანაირი აზროვნება აქვთ უმეტესობა დღე-დღე მუშაობს მარკეტში ასისტენტად თვითონ იხდიან სწავლის ფულს მოდიან დაღლილები ლექციასაც კი სხვანაირად უკვე ვცდილობთ რომ ხელი შეუწყოთ რაღაცნაირად რომ თუ იმ მომენტში დასვენება უნდა ან რაღაცა უნდა აი როგორ შეიძლება რომ ამას აუწყოს ასეთმა ინსტიტუციამ რომელსაც ამდენი გამოეკომაგოს ამ ახალგაზრდებს მოითხოვოს და იყოს ხმა მათი ამ ეს დაანახოს ახალგაზრდებს ერიდებათ ამაზე ლაპარაკი თქვენეთ ისეთი და აკრძალვების ეშინია აკრძალვების ეშინია რა თქმა უნდა მე ჩემს თაობას მე უფრო ვიღებდი აკრძალვებს და მათ აკრძალვების ეშინია იქ რომ ეგ კიდე ცალკე დედათა წესის დროს არ უნდა მიხდე შარვალი უბრალოდ ეს კითხვები მათგან მოდიოდა და იმდენი აკრძალვა რომ ნაცვლად იმისა რომ იგრძნონ თავი ისეთ სივრცეში სადაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა უნდა ეგულებოდეთ ხო ამის იმედი აქვს და ეს იმედგაცრუება ამ ხრივ ვერ გაგება იმ სიმძიმეების რაც მათ ამ უსამართლობის გამო თავს არის დამწყდარი ხო უსამართლო და არის მოწყობილი სახალხო ქვეყანა ვარ ხო რესპუბლიკა ამას ნიშნავს და პრივილეგიები კი და სიკეთეები კი არათანაბრად და უსამართლოდ არის გადანაწილებული და ამის მსხვერპლი არის და ამის ნაცვლად როგორც მშობელი უნდა ხშირად უფრო ვლაპარაკობდეთ მეგონი ამაზე რომ მალე რამდენიმე დღეში მძიმე არხვის პერიოდი მოდის ბოლო კვირა და ჩვენ თავდამსხმელობდი რამდენად სწორია რომ თუნდაც კვლევი როცა გინდა სამარხო კვლევის მიღება ან რაღაცა სამარხო პროდუქტის ჩანაცვლება არასამარხოში რა არის მარხვა და როგორ უნდა დავიცვათ სწორედ მარხვა
ხო, აი ეს ვარიანტი, რომელზეც სწორს და რომელიც მას სმენია და ყველაზე უფრო ცოტა ისეთი ცივილურ მარხვად მიაჩნია, რომ აი რაც გიყვარს იმაზე უნდა თქვა და შემდეგ. მე მგონი ეს ყველაფერი საერთოდ თქვენი მომიჯნავე სპეციალობიდან არის, ან რაღაც ფილოსოფიის სხვა სკოლიდან არის, რომელსაც ალბათ სტოიციზმი აქვს, სწავლობდი ფილოსოფიის ასპირანტურაში, მაგრამ რო ვერ დავამთავრე, ახლა დიდი წოდნით ვერ გამოვირჩევი. ასე რომ ეს თვით აღზრდის, თვით დისციპლინის ამბები ქრისტიანობის სათქმელი არ არის. ქრისტიანობაში სხვა ამბავია, ქრისტიანობაში რაღაცა ახალი ქმნილება, სხვა სიცოცხლე, სხვა მიმართებებია, სხვაგვარად დანახვა ადამიანს. არა იმის მიხედვით, ვინ რამდენად ყოჩაღია, ვინ რამდენად ესე მტკიცედ უდგება, განსაცდელებს, ვინ რამდენად რაღაცას იტანს. დიდი ბუდიში ეს სპარტელების იცი რა, პირველ რიგში მოდი პროტესტი გაუჩნდეს ადამიანებს და თქვას, რომ ნუ მართლა ესეთი რაღაცები, რა ვიცი რა, ქრისტიანობაშიც არის, რა ვიცი, სადაცა ქვეითებსაც აქვს ამერიკის ქვეითები, რომ მარხულობენ და თვით დისციპლინას ეწევიან, ეგეთი ან ბუდისტი ბერები საერთოდ მე რა ვიცი, ხო და უფრო მეტად გეტყვით, სახელმწიფოს წერია, რომ ეშმაკ საერთოდ არ ჭამს, არ ძინავს, არც არაფერი, ხო? ასე რომ ესეთი შეჯიბრი, ესეთი რამე, ხო? მე მგონია ჯერტი დაფარული ამბავია. აი ამას წინასწარ ვამბობდი, რომ როდის მოახერხა მართლა გულწრფელად მაინტერესებს ქრისტიანულმა ეკლესიამ, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, მართლმადიდებლურ კათოლიკურში ეს ასე ვიდაი არ არის. მართლმადიდებლურ ეკლესიაში როდიდან გავუბედეთ და მაცხოვრის სიტყვები მართლა ისტორიულად მაინტერესებს ჩემს კოლეგებთან ან პედაგოგებთან, სპეციალისტებთან დავადგინო, მაცხოვარმა თქვა, რომ როცა მარხულობთო, ადამიანმა ვერ უნდა შეგამჩნიოს, ხო მაცხოვრის ნათქვამია. მე არ მესმის როგორ გახდა ეკლესიისთვის მარხვა გამოცხადებული. როგორ აცხადებს ეკლესია, რომ ეხლა მარხვაა. მაცხოვარმა თქვა, რომ დაფარეთ, ვერანაირ საჩვენებლად ეს არ გააკეთოთ. აქ შენ გამოდიხარ და ამბობ, რომ დავიწყე მარხვა. და დაიწყე შენ იქ რომ ვერ ჭამ გასაგები შენ აცხადებ. მარხვა მაქვს, აცხადებ. ეს ძალიან დიდი ამბავია კაცმა რო თქვას. ეს ჩვენი პრობლემაა, შიდა ქრისტიანული ესეთი სწავლების რაღაცა ეს არის რა, აცილება. წარმოგიდგენთ თუ კი შეგნით ესეთი მწვავე კითხვა შეიძლება დავსვა, მე ფიქრობ ეს მწვავე კითხვა, როგორ შეიძლება თქვენ ახლა კიდე დაგადანაშაულოთ ან დაგავალოთ, რომ აი ახლა იცი რა მოდი რა ისეთი მარხვა დაიცავე, ისეთი მარხვა დაიცავე. ეს ღმერთის სიყვარულის რაღაცა შესვლა არის კიდევ უფრო მეტად რაღაც, კიდევ უფრო მეტად დაინტერესება საქმეში, საქმე კიდევ უფრო მეტად დაინტერესება. ეს რო ასე არის და მართლა რაღაცის კეთებას გულისხმობს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ეკლესიო ეხლა მსახურება იზრდება. საკითხავებია მარხვის პერიოდში ვკითხულობ დაბადების წიგნს, ეკლესიას წეს, ისე სოლომონის სიბრძნეებს, მთელ სახარებას წავიკითხავთ ახლა. ესაია წინასწარმეტყველს, აი ყველას ურჩევ, რომ ესაია წინასწარმეტყველის პირველი თავი ნახეთ. მხოლოდ პირველი თავი. ერთი გვერდია. ესაია წინასწარმეტყველი. ეკლესიაში ეს წავიკითხოთ ახლა მარხვაში მთლიანად იქ აღარ მახსოვს რამდენი თავი არის, მაგრამ პირველი თავი რო ნახოთ უბრალოდ. ძალიან ბევრი რამე გასაგები გახდება. მოკლედ ეკლესიაში მარხვა არის პერიოდი, როდესაც რაღაცის კეთებას იწყებ. ეს კეთება თვალსაჩინო არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ამდენ საკეთები ხო მარტო მართლა შენ და ღმერთი ხედავთ 4 საათი მუშაობდი თუ 5 მანამდე და ახლა 6 მუშაობ და 7 თუ 2. და მართლა ეს შინაგანი პროცესია, ხო იქნება ვფიქრობ ახლა იქ რაღაც, ხო? ხო და ამიტომ თან მართლა ჩვენი ახალგაზრდები მე მგონი ძალიან ბევრს შრომობენ, ძალიან ბევრს უსმენენ ახლა, ძალიან ბევრს კითხულობენ. ინფორმაციის უამრავი საშუალება. კი, უამრავი საშუალება ინფორმაციის მიღებაზე, ეს მარხვა, მე მგონი რომ ისინი ახლა აკეთებენ, ისინი ცდილობენ რომ გაიგონ რაღაცა, გააკეთონ, უფრო მეტი გააკეთონ, უკეთესად გააკეთონ, დაადგინონ რა არის კარგი, რა არის ღმერთი. აი ეს მომდევნო მოკლედ, აი ამისთვის უფრო ამის გამოცხადებაც არ არის, ხო სულ მარხოს ვერანაირ დამერგეს ახლა ასე იმართულება. ხო და აი როდიდან გახდა ეს კვებითი ან რაღაცა ესეთი ასკეტური ბრწყალებში, იმიტომ რომ ასკეტიზმი სულაც არ არის, იმიტომ რომ ხო მე არ ვიცი და მე ამას საჯაროდაც ვამბობ და მეც ასე ვცხოვრობ ჩვენს გარშემო, ჩვენი ეკლესიაში ჩვენ ასე ვცხოვრობ. მადლობა, ძალიან საინტერესო პასუხი იყო ჩემთვის.
პატრიარქის გარდაცვალება იყო დაახლოებით როცა ეს პოდკასტი გავა 1 თვის წინ. ვინ დაკარგა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ეს ეპოქის დასასრული იყო, პატრიარქი იყო უბრალოდ თუ ვინ დაკარგა? ისეთ მართალია ეხლა რომ ეს თქვით, ხო, აი პატრიარქი ისე იცხოვრა პატრიარქმა, რომ აი ესეთი თავისი ნუ ვიღაც მისი მოსვლა ახსოვს, ვიღაცას მისი რაღაცა ესეთი ნაყოფიერი პერიოდი ახსოვს კიდევ უფრო. მე რაღაცა ესეთი პატარა ესეთი ნუ თუ დაისი თუ არა რაღაცა ესეთი ჭრილში გასვლა და თითქოს ესე შეგვეჩვია ამ ასე ვქო, ხო ეს მე გასვლით. ახლა მართალი გითხრათ, აი დამეკარგა ის განცდა რომ გარდაცვლილია, იმიტომ რომ იმდენად ის იყო და თან არ იყო დაახლოებით რაღაც ასე, ხო? და დაახლოებით ესე თუ დარჩება ჩვენთვის ეს ძალიან სწორი იქნება ჩემი აზრით. დიახ, ანუ ესე იგი ცოცხალი თუ დარჩება ჩვენთვის, ეს ძალიან სწორი იქნება მე მგონი და ამიტომ ეს თქო დანაკარგება, როდესაც ჩვენ ვერ ვინარჩუნებთ სიცოცხლეში საკუთარ თავს, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს და მე მგონი ამიტომ ეს სულ დარჩება მთელი. ხო, როგორც ყველა ადამიანი, მაგრამ კონკრეტულად ის მართლა ძალიან ესე ნიშანი დარჩა რა, ესეთი რაღაცნაირი, აი ჩვენი დროის, აი ჩვენი აი პერიოდის, ისტორიული პერიოდის ესეთი ნიშანია, რომელიც ისეთი იყო ბოლოს, რა ესეთი ბილად შეგვიძლია ვიფიქრო, რომ აი მაგალითად მე მეგობარი რა დამეწოდა ჩვენი კიდე მეორე მეგობარი ამბობს, რომ სულ მგონია რომ ცოცხალია და ვფიქრობ რომ ეხლა დავურეკავ და რაღაცას ვკითხო და მე გამახსენდა რომ გარდაცვლილია. დაახლოებით რაღაც ესეთი განცდა მაქვს მეც მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ის არ იყო უკვე ესე აქტიური, ის არ ჩანდა, მას ვერ ხედავდით, მაგრამ ჩვენ რო ცოცხალი იყო და დაახლოებით ახლა ჩემს ასე არის ესე რომ ისევ შეიძლება ვერ შემოვიდეს, ვერ გავიგონო მის ხომ, მაგრამ ვიცი რომ ცოცხალია იმ გაგებით რა გაგებითაც ყველა ცოცხალი ვართ ღმერთთან. ბოლო ეტაპზე უნდა გადავიდეთ, ჩვენთან ტრადიციაა რომ სტუმარი სვავს კითხვას ჩვენთან და თუ გაქვთ რაიმე კითხვა, შეუნებით პასუხებ თემასთან დაკავშირებით. თემასთან დაკავშირებით. ჩვენი საუბრის თემასთან დაკავშირებით. რაც გნებავთ, რაიმე კითხვა თუ გაქვთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად გრანდიოზული, რამდენად დიადი ესეთი სიცოცხლით და სიხარულით სავსე ცხოვრება არის ადამიანისთვის ღმერთის თანდასწრებით ცხოვრება, აი ის რომ როგორ არის თქვენთვის ღმერთთან მიახლება, ის რომ ღმერთი ძალიან ისე კლიანად გიცნობდეთ თქვენ, ეს თქვენთვის უფრო კომფორტულია თუ გირჩევნიათ რომ რაღაც უფრო შორს იყოს თქვენ ესეთი თქვენი ცხოვრება გქონდეთ და მასთან ანგარიშები ჩააბაროთ რომ აი რაღაცა გამოდის, რაღაცა არა, ესეთი თავის მართლების ან რაღაცა მასწავლებელი მოსწავლის ურთიერთობები წარმოგიდგენია და გსურთ უფრო ღმერთთან თუ უფრო მეგობრის? საინტერესო კითხვა. მე რაც მაქვს დამოკიდებულება ალბათ ხან ერთი ხან მეორე, იმიტომ რომ გაჩნია ამ სიტუაციას, ერთი რომ მაგალითად როდესაც რაღაცა გასაჭირი გვაქვს ან პრობლემა რა თქმა უნდა პირველი გვახსენდება ღმერთი, როცა რაღაცას ვაკეთებთ, კარგს მაქვს განცდა იმის რომ ამას ვაკეთებ რომ თუნდაც იმიტომ რომ ღმერთი ხედავს და ინახავს და მე კი სხვას ვეხმარებ, იმას სიხარული აქვს, მაგრამ ეს კარგია. კეთილშობილებაც მოდის ჩემგან, თუნდაც რწმენისგან. კი შეიძლება დიდემაც მასწავლა, მაგრამ აი რწმენასთან კავშირშია ჩემთვის ეს კეთილშობილება ვიღაც დახმარება გლახაკს როცა ხედავენ მეგობრის, მაგრამ მეორე მხრივ ეს ხედვა რაც ახსენეთ, ალბათ შიში და დაფარვა რა ცუდ რაღაცებსაც ვაკეთებ და რა ცუდებსაც ჩავდივარ, ხანდახან მირჩევნია და ჭყალებს ჩავსვლა მაწყობს, რომ არ არსებობდეს, იმიტომ რომ თუნდაც გარდაცვალების მერე სადაც წავა კიდე ჩვენი სული. აი ამ თითქოს მე დამსჯელობით თუ რაღაც სწორედ რა თქვა, ანუ
როგორ გვასწავლიან რომ თუ კარგად ცხოვრობთ მოინანიებთ ცოდვებს მოხდობის ამოთხებში მარტივად რო თქვენ თუ არა ჯოჯოხეთში აი ის მე უკვე რაც არის საბოლოო გარდაცვალების მე რაც მოდის თითქოს იქ ამ ფიქრებს მე უკვე ვაგდებ რომ შეიძლება არ არსებობს და შეიძლება ეს არ მოხდება და ეს განცდა მე გამშვიდობს ამ ცხოვრებაში ისეთი პასუხია რომ აი მინდა ცალკე კიდევ ერთი გადაცემა მივუძღვნათ იმას რომ გავასწოროთ იმ ქრისტიანობის შესაბამისად რომელიც მე მინდა რომ გაგიზიაროთ რომელშიც ესეთ რაღაცა რაღაცეების ვთქვათ რაღაცა გარდაცვალების შემდეგ რაღაცა ხო ნუ შეიძლება პირობითად თქვენს პირობითად თქვენს ყველაფერი მაგრამ მოკლედ მე მეც ისეთი ქრისტიანობაზე მინდა ხოლმე აქცენტები რომელიც ახლა მთელი სისავსით შეიძლება განცდა რომლის მთელი სისავსით ახლა აქ სიმწილი არ სჭირდება იმას რომ ერთი მთელი სინამდვილით ახლა იყოს ჩემს პირისპირ სიკვდილი არ სჭირდება იმას რომ ახლა ღმერთთან ვიყო პირისპირ ეს და თავში კი ძალიან მსგავსი განცდები მქონია მეც ამ ხოლმე ეს განცდა მაგრამ მე ვასწორებ ამ ჩემს განცდებს რომ ეს რელიგიურობა ჩემშიც არის და მინდა რომ სულ გამდემა ეს შიში რომ რაღაცა აი ამის გამო შეიძლება დავისაჯო ან ეს საქმე რაღაცა ღვთის მოსაწონია აი ამის გამო მინდა რომ გამთავისუფლდე და უფრო თავისუფლად ვიგრძნობ თავი იმიტომ რომ სხვა გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობის ზუსტად ამას მიდასტურებს ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის რომელ ეკლესიაში მსახურობთ დიდი მადლობა თქვენს მოწვევისთვის მე ახლა სამწუხაროდ არ მაქვს ესეთი მუდმივი ადგილი მსახურობს მაგრამ უფრო ხშირად ვარ სამებაში არის ელია თესბიტელის ტაძარი და შაბათობით ვარ ხოლმე მადლობა სტუმრობისთვის მადლობა საინტერესო საუბრისთვის მე ავიფსე არ ვიცი ალბათ იმედია მსმენელი და ჩვენი მაყურებელი დიდი მადლობა